სალამი მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? Როგორც უკვე შეამჩნევდით, კახეთისკენ წამოვედი. ეხლა ვარ კაჭრეთში და მივდივარ ლაგოდეხში. ლაგოდეხი ბაიკ ვიკენდს აქვს სიახლეები და ამ სიახლეების გადასაღებად მივდივარ. თქვენ ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და წავედით. ძალიან ვისია მონეგზით რა. მიუხედავად იმისა, რომ ხარი იყო იქეთ თბილისიდან რა. თბილისიდან ცოტა აქეთაც. არა აქეთ რო გადმოვუხმიე უკვე საერთოდ აღარ არის ხარი. ზანასწორებს რა. თითქმის მთელი გზა გადავიღე, რაც აქეთ გადმოვუხმიე, იმიტომ რომ ძალამაზია, ვიცი რომ ვიდეოში ვერ მოხდება. მთელი გზა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის მქონდეს. ნახოთ რა სიახლეებით არის გოგოლა. ვიცი რომ ლოკაცია შეიცვალა. ყირამალაში იქნება წელს. ყირამალა ძალიან ასწორებს. ჩარჩარაც ვიყავი ერთი ორჯერ. ძალიან გამისწორდა. არა უზიროა ეგეც მაგრად ასწორებს. ფოტოჯები რამე რუნე გაიჭამა. რა საყვარელია. სიგარი. ძალიან გამისწორდა მგზავრობა რა. აი ძალიან. ერთი მარტო ისიც დაახლოებით 5-10 წუთიანი გაჩერება გავაკეთე კაჭრეთში. კოლეჯში ვიყავი, სიგარეტი მოვწიე და გამოვაგრძელე გზა, საერთოდ არ დავღვივარ. მიუხედავად ქარისაც, ხო კიდე ერთხელ ვიმეორე. ჯობია რა, პირდაპირ მივიდე ყირამალაზე და აქ გზასაც ნახავთ რა. სად არის როგორ მიხვალთ და ასე შემდეგ. ოპაჩკი. აი ესე შემოდიხარ ყირამალასკენ და ნახეთ რა ლამაზია რა. ოჰო, სიცივეც იგზნობა. ძალიან ლამაზი შემოსასვლელია რა. გამარჯობა შატო ყირამალა. როგორ მევასებარ. ძალიან მევასებარ. მაშასე მეგობრებო, ესეც ჩვენი ყირამალა, შატო ყირამალა, სადაც უნდა ჩატარდეს ბაიკ ვიკენდი. დაგათვალიერებთ ეხლა აქაურობას, გეტყვით დარჩენის ამბები როგორ არის, кейფის ამბები როგორ არის. Let's go! ბატონი დავითი, გამარჯობა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს მეგობრებს, ბაიკერებს, მოტომოყვარულებს, გართობის მოყვარულებს, მოწყურებულებს, გართობას მოწყურებულ ხალხს. მინდა სასიამოვნო ინფორმაცია გითხრათ, რომ მოვიდა შემდეგი ზაფხული და კიდევ ერთხელ უკვე მესამედ, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე მეორედ შეიძლება ითქვას, გვინდა ჩავატაროთ ლაგოდეხი ბაიკ ვიკენდი და შარშანდელი
გამოცდილება თლიანად გვინდა გავითვალისწინოთ როგორც დადებით კონტექსტში, ისე იმ შეცდომებით და იმ უარყოფითი ამბებით, რაც შარშან იყო, რაც ეხებოდა საკარავი ადგილებს, ეხებოდა ლუდის თემას, რაც რიგებს ლუდზე. კარგი ინფორმაცია ის გვაქვს, რომ ამჯერად უკვე მე და ჩემი მეგობარი ჩვენ თვითონვე ვხარშავთ ლუდს. გვაქვს პატარა ექსკლუზიური ლუდსახარში, გემრიელი ლუდებით და ასე რომ რიგი კი არა, პირიქით ლუდზე იქნება შეგვიძლია ჩანჩქერები ლუდის. თქვენ ოღონდ შეიძელით, კი ბატონო. რაც შეეხება ლოკაციას, ლოკაცია არის ულამაზესი და უგემრიელესი ჩვენი ფესტივალივით, უგემრიელესი შატო ყირამალა, რომელიც ლაგოდეხის ცენტრიდან ზუსტად 2 წუთის სავალზეა. ხო, დაშვებული სიჩქარით რო იარო, აი აქ რაც არის დაშვებული სიჩქარე, 2 მაქსიმუმ 3 წუთია საჭირო იმისათვის, რომ აქამდე მოხვიდე. რაც შეეხება თვითონ ფესტივალს, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ის ამბავი, რომ ჩვეული გემრიელობით, ანუ განსხვავებული კვების ობიექტები, როგორც შარშა მქონდა, წვადით და ღვინით, რა თქმა უნდა, ლუდზე უკვე მოგახსენეთ. გართობა ძალიან მაგარი, იქნება მუსიკა, ბენდები, გვეყოლება DJ-ი, არაერთი. რაღაცებს სურპრიზად დავტოვებ, ეხლა რომ ყველაფერი არ გქონდეს გაცხადებული, ესე რომ ვთქვა. შეგიძლიათ დილიდან ჩამობრძანდეთ, მთელი დღე ინებივროთ აუზზე, ისიამოვნოთ. მუსიკას დავიწყებთ მოსაღამოებულზე, იმიტომ რომ თვითონ ტერიტორია სულ ჩაფლულია სიმწვანეში, თქვენ ნახავთ და სიგრილე, ჭრდილი ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაისვენოთ ჭრდილშიც, არ შეგაწუხებთ მზე თუ აუზი არ გინდათ მაგალითად. შარშან გვინდოდა ლუდთან დაკავშირებული პატარა გასართობის ჩატარება, მაგრამ ლუდი ვერ მოვიდა. ხო, მაგრამ იქ მე ხარ რომ მისულიყავი და რამოდენიმე კათხა ლუდი ჩამომისხით თქო რიგში. 20 დამისხინ, ვეუბნები. ხო, რიგში ხალხი ისეთი თვალით იყურებოდა. გამორიცხული იყო ლუდთან დაკავშირებული თამაშების ჩატარება და წელს მაგის საშუალება ნამდვილად გვაქვს. ჩემი აზრით და ჩემი გათვლით და იმედი მაქვს რომ ესე იქნება, ყირამალას კოტეჯები არ იქნება საკმარისი. ხო, თავისთავად ლაგოდეხში ეხა ვინც შარშან იყვნენ ჩვენს ბაიკ ვიკენდზე, იმათმა იციან რომ ბევრნაირი სასტუმრო არსებობს და იმისათვის რომ ბაიკ ვიკენდიდან სასტუმრომდე გადაადგილდეს კომფორტულად ადამიანი, აქ მოტოციკლეტების დატოვების საშუალება ძალიან მარტივად არის. შენ შემოსასვლელი გზა გადაიღე და იქ გზაზევე შეიძლება განვათავსოთ ცალმხრივად სულ მოტოციკლეტები. ძალამაზი იქნება. ხო, და გასასვლელი აქვს პატარა იქაც სულ მოტოციკლეტები იქნება და იმისათვის რომ გათენებისას ან გვიანღამით როცა სურვილი ექნებათ რომ მოხვდნენ თავიანთ სასტუმროში, სატრანსპორტო საშუალებები მობილიზებული იქნება. მოკლედ ლაგოდეხის ტაქსები იმორიგებებენ ყირამალასთან და სასტუმროებთან, რომ მოდი მარტივად განხორციელდეს. სავარაუდოდ აქ ხა ფასები გაცილებით იაფიქნება ვიდრე თბილისში. ხო, თავისთავად, იმიტომ რომ მანძილი ძალიან პატარაა. ეხლა ვნახავთ ეთოს შატო ყირამალას მენეჯერს, რომელიც გვეტყვის დეტალურ ინფორმაციას ამ კოტეჯებთან დაკავშირებით, მეგობრებო. სამკუთხედის ტიპის კოტეჯი გვაქვს ზუსტად 2 და ზუსტად იდენტურია. გვაქვს ზედა სართულზე ერთი დიდი საწოლი განთავსებული, ხოლო ქვედა სართულზე გვაქვს 2 ცალ-ცალკე საწოლი. გვაქვს ასევე წყვილებისთვის განკუთვნილი კოტეჯი, რომელიც არის 2 წარმოდგენილი ერთი დიდი საწოლით. 2 ორსაძინებლიანი კოტეჯი, რომელშიც განთავსება შეიძლება 6 ადამიანის და 5 ადამიანის. 3 კოტეჯი, რომელშიც 3 განცალკევებული საწოლი გვიდგას. საოჯახო ტიპის კოტეჯი, რომელიც იტევს 7 ადამიანს მაქსიმუმ, გვაქვს ზედა სართულზე 2 ცალკე საძინებელი, ხოლო ქვედა სართულზე მისაღები და 2 ცალ-ცალკე საწოლი. დილის კადრს ესე აკეთებენ, ვითომ რომ ძინავს და გავიხვიცე.
მაგის გადაღება სულ მინდოდა აღარ მართლა. მოკლედ გავიღვიძე თომას ჰაუსი ქვია. გესტ ჰაუსი არის ძალიან ბრწყინვალე, აგერ ატყობთ მე მგონი მოწესრიგების დონეს. ხო, ნუ გავიღვიძე აქ, ოღონდ აქ როგორ აღმოჩნდი დედასპიცა, რა ეს კამერა რომლითაც ვიღებთ აკარგული იყო. არც ვიცოდი სად იყო. ვინც მოგვიყვანა აქ გუშინ იმის მაგარაში დაგვრჩენია რა. ერთი ნერვიულობა გამოვლილი მაქვს დღეს უკვე. მოკლედ თომას ჰაუსი არის გესტ ჰაუსი, სადაც დავრჩენილი ვარ წუხელ. მე ძალიან მომეწონა აქაურობა და გაჩვენებთ ახლა რა. დილან შვიდობის მეგობრებო. ლაგოდახი ბაიკ ვიკენდი კარს მოგდგომია. Buongiorno. 4 ნომერია. შენი ლამაზი კოხტაობაა. თავის ლამაზი აივნით. ჩემი ლამაზმანი. ქალბატონი ევა ნახეთ რა ლამაზად დგას და ბატონი გოგოლა. გამარჯობა გოგოლ. Hello. მოგესალმებით. მე ესეთ ლამაზობაში ამოვყავი თავი. აუ რა, კაი ხედებია და ოშ, მაგარია ლაგოდეხი რა. აქ ხო ყველა ქუჩა მთასთან მიდის. აქ თა არის რომივით. Просто ნახეთ რაჭი. ამ ქუჩაზე რო ცხოვრობ, რა მოკლავში. აქ ხალხი მტება ვაფშე. რა ვახარ ამ პახმელიაზე. გადასარევად, როგორც ყოველთვის მოლოდინში, მზადებაში, სიყვარულში. როგორი მოწყიპულია შეხედე, საქმიანი კაცი მაინც ხო არის რა. დღეს არის ჰელმეტარიუმში დიდი შეხვედრა. მარათონის დაწყება არის. აუ პროსტა რა ლამაზი ბოტო მყავს ნახეთ რა ჩემი. ზუსტად არ მახსოვს შინაარსი იმ ამბის ახლა რაც ჰელმეტარიუმში დღეს ხდება. ერთადერთი ის ვიცი რომ ვინც ამ სეზონზე უფრო მეტს გაივლის, მეტ კილომეტრებს გაივლის, ის იქნება გამარჯვებული და პლუს ამას ყველამ ერთად ვინც დაურეგისტრირდებით 300,000 თუ გადავაჭარბეთ, ანუ 300,000 თუ მივაღწიეთ, რომელიღაც კომპანია ბავშვთა სახლს 5,000 ლარს გადასცემს და რავი მე მგონი ყველა უნდა მოვიდომოთ და ვაჭიროთ ამ სეზონზე მაგის დედაცვატი. ბიჭი ჩვენ ახლა რაც გამოგჩა და რაზეც მინდა ვისაუბროთ. რა აპდეიტები გვაქვს, ვიცი რომ ის რა ქვია ცოტა ის იყო რა ქვია გულის წვეტები იყო რაღაც საკითხებზე და ვერ მიექცა სათანადო ყურადღება შარშა. მაგაზე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, კი ბატონო, პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის მომენტი, რომ ლუძე რიგი გამორიცხულია წელს. ანუ ლუდი იქნება ზღვა, ჩანჩქერი, როგორც ლაგოდეხურად თქვით, რამოდენიმეჯერ. რაც შეეხება საკარავი ადგილებს, საკარავი ადგილები არის ჩრდილიანი საკარავი ადგილები, ანუ ძირს არ უნდა იყოს კენჭები და ხმები რა თქმა უნდა. ანუ თხილის ბაღში იქნება საკარავი ადგილები და თხილები ისე იქნება გაკრაჭილი, რომ კალოს რო გაშლი ჩრდილში იქნები, ანუ კარავზე კიდე კარავი გექნება კარავზე კიდე ზემოდან ხო კარავი იქნება და ჩრდილი იქნება და დანარჩენი იქვე არის ხო იმასთან რა ქვია გასაჩერებელი ადგილები სადაც ფესტივალი იქნება იქვე კი ბატონო ყირამალას ტერიტორიაზეა რაც ყველაზე მთავარია მოტოციკლეტი შეიძლება როგორც კი შემოვა ადამიანი ტერიტორიაზე მაშინვე შეუძლია ჩააყენოს მოტოციკლეტი და დატოვოს აი იმ გზაზე მეგობრებო მე როგორ შენ ციოკით შევედი აი ესე რაღაცა გვირაბივით რო არის ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზი იქ უამრავი მოტოციკლი მარჯვენა მხარეს მაგას დაცვა გააფრთხილებს რომ მარჯვენა მხარეს შეიძლება მოტოციკლეტების ჩაყენება და შეიძლება დატოვება მოტოციკლი რაც თავარია იმიტომ რომ იქ განათებულია ყურადღება მიექცევა ანუ დაცულ ტერიტორიაზე მოხდება მოტოციკლი კი ბატონო იმით ხო გაოცებული ვიყავი შარშა რომ ბლუზ ფესტივალის ტერიტორიაზე მოხდით. იმიტომ რომ მაგ ტერიტორიაზე მოხდით და ლეგენდებს აქვს იქ დაკრული და ძალიან ისეთი რაღაცა ძალიან ლამაზი ამბავია. შარშან მაგალითად მაგ ტერიტორიაზე ჩამოსული იყო კლოდეტა კინგი.
ვიცი ისა ბიბი კინგის შვილი, კი ბატონო. ხო, ნუ ეგ კიდე სხვა თემა არის. ნუ მაგან ძალიან აღმაფრთოვანა შაშან, მაგრამ ის რომ წელს ახლა უფრო მეტია დაფიქრი ჩვენს კომფორტზე, როგორ გამთავსდებით იმაზე, იქვე ტერიტორიაზე ისინი არის გუშინ გადავიღე და ვიდეოში უკვე ნახავდით რა ქვია მაგას, კოტეჯები, იქვე რომ თხილის ბაღია და იქვე კარვის გაშლა შეიძლება და მოკლედ უფრო ღია სივრცე, უფრო რაღაცა რესტორანიც ფუნქციონირებს ეს უფრო სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ამბისთვის რა. ეხლა ზოგ ბაიკეს შეიძლება სულ ფეხებზე ეკიდოს კლოდე და კინგი. და სულ არ აინტერესებდეს ბიბი კინგის შვილი რომ უკრავდა იმ სცენაზე და იმისთვის ღირებულება არ იყოს იმ სცენასთან ახლოს დგომა და ჩემთვის იყო რა და საშალ მაგან ისა რა ქვია ცოტა აღმაფრთოვანა და რაღაცა და წელს მგონია რომ უფრო მეტად ნაფიქრი არის წლევანდელ ბაიკ ვიკენდზე. უფრო მეტად დაგეგმილია და უფრო მეტად ესე სადარაჯოზე დგას დათო რომ რაღაცა არ გამოგვეპაროს და რაღაცა ისინი იაღლიშები არ მოგვივიდეს. იქიდან გამომდინარე რომ ეს არ არის ერთწლიანი ღონისძიება და გვინდა რომ მომავალ წელსაც კიდე ყოველ წელიწადს ჩატარდეს და კიდე უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და მეტი სტუმარი ჩამოვიდეს ყოველ წელიწადს გაუმჯობესების მეტი სხვა გზა არ გვაქვს. მოკლედ ინფორმაცია ბაიკ ვიკენდთან დაკავშირებით მე მგონია მოწურავი იყო. ეხა პატარა პახმელიას მივხედავთ. მერე გაჩვენებთ გზაში რა დამემართება და დამემართება თუ არა და ეს წვიმა გამიმეტებს თუ არა და ჩავალ ჰერმეტარიუმში რომ დავრეგისტრირდე წლევანდელ მარათონზე. პირველი ამბავია წელს ეს და ძალიან მოხარული ვარ რომ ესეთი ამბავი ხდება. თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ აუცილებლად მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ. ლაგოდეხი ბაიკ ვიკენდის Facebook გვერდი დაალაიქეთ. აუ ხო ეგ კიდე ერთხელ უნდა ვთქვათ აუცილებლად. აქ აღწერაში მითითებული იქნება ლაგოდეხი ბაიკ ვიკენდის სოციალური ქსელები. მე ხა ამ ვიდეოს რომ დავდებ, გასაგებია რომ დავდებ და ამ ვიდეოთი ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ თუ გამოიწერთ იქეთ Facebook-ს, Instagram-ს, TikTok-ს და რაღაცებს, უფრო ხშირად და უფრო დააპდეიტებულ ინფორმაციებს გაიგებთ. მეც ვეცდები, რა თქმა უნდა, რომ ჩემთანაც შორტების და რილების სახით რაღაცები მოგაწოდოთ ინფორმაციები, მაგრამ ჯობია ყოველთვის პირველ ხაზზე ვიცი ბრძვის იმათ ვადევნოთ თვალყური.